მინეაპოლისი კვლავ დაძაბულობის კერად რჩება. 24 იანვარს ქალაქში სპეციალური ოპერაციის ფარგლებში განლაგებულმა საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი ირაყიდან გასროლის შედეგად ამერიკის მოქალაქე 37 წლის ალექს პრეტი მოკლეს. სამართალდამცავი უწყების ვერსიით, რასაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც ემხრობა, შეიარაღებულმა მოქალაქემ წინააღმდეგობა გაუწია ფედერალური ძალების წარმომადგენლებს. არ დაემორჩილა მათ მითითებებს და თავს დაესხა ოფიცრებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით გაისროლეს. ეს პირი გამოჩნდა, რათა ხელი შეეშალა სამართალდამცავი ორგანოს ოპერაციისთვის და თავს დაესხა ჩვენს თანამშრომლებს. მათ უპასუხეს თავიანთი მომზადების დონის შესაბამისად და გამოიყენეს ყველა ქმედება ოფიცრისა და გარშემო მყოფთა სიცოცხლის დასაცავად. არ ვიცნობ არც ერთ მშვიდობიან დემონსტრანტს, რომელიც აქციაზე პლაკატის ნაცვლად იარაღით და საბრძოლო მასალებით გამოჩნდებოდა. ეს არის ძალადობრივი არეულობა. როდესაც ქუჩაში ვიღაც ჩნდება იარაღით და იყენებს მას სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის. მომხდარმა მინეაპოლისში ისედაც მასშტაბური საპროტესტო აქციები კიდევ უფრო მეტად გაამწვავა და მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების, სამართალდამცავი სტრუქტურების გაფრთხილებების მიუხედავად, ქუჩებში გამოიყვანა პროცესებისადმი მანამდე შედარებით გულგრილი მოქალაქეებიც. სახალხო პროტესტს პოლიციამ ცრემლმდენი გაზით უპასუხა. პროტესტი თითქმის ყოველდღიურად იმართება და როცა შეგვიძლია მონაწილეობის მიღებას ვცდილობთ, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ჩვენს რაიონში მოხდებოდა ასეთი სასტიკი მკვლელობა. ფიქრობ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის შემთხვევითი. ეს შეიძლება შენ ყოფილიყავი, მე ვყოფილიყავი ან ნებისმიერი სხვა. ისინი არავის ცემენ პატივს. სწორედ ეს იწვევს სიბრაზეს. ეს უნდა შეწყდეს. გარდა სამართალდამცველებისადმი მოქალაქეების უნდობლობის ზრდისა, მინესოტას შტატის დედაქალაქში მომხდარმა მკვლელობამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა დაძაბულობა ადგილობრივ და ფედერალურ ხელისუფლებებს შორის. დემოკრატები მოუწოდებენ რესპუბლიკელ კოლეგებს სენატიდან თუ კონგრესიდან ხარი დაუჭირონ მათ ინიციატივას, რომლითაც ისინი მინესოტადან ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის დანაყოფების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვენ. მათმა ნაწილმა დონალდ ტრამპის მიერ სხვადასხვა ინსტიტუტების მიტაცებაზე მიანიშნა. მინესოტას შტატის გუბერნატორმა კი ამერიკის პრეზიდენტს მოუწოდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები მინეაპოლისში მართლწესრიგის დროულად აღსადგენად. თუ კი დონალდ ტრამპის განზრახვა იყო საჩვენებლად დაესაჯა მინესოტა, მაშინ მე ვამაყობ იმ მაგალითით, რომელსაც მთელი მსოფლიო ხედავს. ყველა ამერიკელთან მაქვს კითხვა, რომელიც შესაძლოა მოვლენებს ცნობისმოყვარე შეშფოთებული ზიზღითან თანაგრძნობით უყურებს. ვის მხარეს გინდათ რომ იყოთ? ყოვლისშემძლე ფედერალური ხელისუფლების მხარეს, რომელსაც შეუძლია საკუთარი მოქალაქეების ქუჩაში მოკლა, დასახიჩრება და გატაცება, თუ ვეტერანთა ჰოსპიტალის ექთნის მხარეს, რომელიც დაიღუპა და გახდა ამ ხელისუფლების მსგავსი ქმედებების თვითმხილველი, თუ იმ დედების მხარეს, რომლის ბოლო სიტყვები იყო შენზე გაბრაზებული არ ვარ. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გადაწყვიტოთ, რომ აღარ გსურთ ამასთან შერიგება. თუ კი ამ ადმინისტრაციას მიეცით ხმა, თუ კი ერთი თვის წინაც კი გეგონათ, რომ ეს სპეცოპერაცია კარგი იდეა იყო, თქვენ მაინც გაქვთ უფლება მინესოტაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით თქვათ. ეს არ არის ის, რასაც მხარი დავუჭირე და მე ეს არ მინდა. საკმარისია პრეზიდენტო ტრამპ, დღესვე შეგიძლიათ ამას ბოლო მოუღოთ. დააბრუნეთ ეს ადამიანები. მიგრაციასთან დაკავშირებით განახორციელეთ ჰუმანური, მართლზომიერი და ეფექტური კონტროლი. ამაში თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა გაქვთ. მიეცით საშუალება ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს განაგრძონ იმის კეთება, რითაც ისინი მინესოტას ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და საცხოვრებლად ერთ-ერთ საუკეთესო შტატად აქცევენ. საშუალება მიეცით ჩვენ შვილებს დაბრუნდნენ სკოლებში. მინესოტაში ბავშვები ქუჩაში გასვლის შიშით სახლებში იმალებიან. Allow our children to go back to school. Our message is really clear. ჩვენი გზავნილი მკაფიო და მარტივია. ჩვენ გვჭირდება მინესოტადან საიმიგრაციო სამსახურის გაყვანა. ამ ტრაგიკული მკვლელობის შემდეგ, რაც საზოგადოებამ ვიდეოებით იხილა, ისინი არ უზრუნველყოფენ ჩვენს უსაფრთხოებას. ახლა ფოკუსირებული ვართ საიმიგრაციო სამსახურის შტატიდან გაყვანაზე და რა თქმა უნდა გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ბერკეტს. თუმცა შევახსენებ მოქალაქეებს, რომ დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს თეთრ სახლს და სამწუხაროდ, რადგანაც ამ დრომდე არ გვინახავს კონგრესში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები, როგორც ჩანს, ის კონგრესსაც ხელმძღვანელობს. Congress standing up, he also seems to run the Congress.
ოპონენტთა კრიტიკას დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა, სადაც განაცხადა, რომ მინესოტას შტატის ხელმძღვანელობამ დეპორტაციისთვის უნდა გადასცეს ყველა კრიმინალი არალეგალი მიგრანტი, რომელიც შტატის საპყრობილეებში იმყოფება. მისივე თქმით, ფედერალური სამსახურის მხრიდან ოპერაციები აუცილებელია დანაშაულის შესამცირებლად და საიმიგრაციო კანონმდებლობის დასაცავად. სასაზღვრო პატრულის ხელმძღვანელმა გრეგორი ბოვინომ კი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითა და დასძინა, რომ ამ ვითარებაში რეალური მსხვერპლები სასაზღვრო პატრულის აგენტები არიან, ხოლო სამართალდამცავები არავის ესხმიან თავს. Many videos out there. ინტერნეტი სავსეა ვიდეო რგოლებით. ბევრი სხვადასხვა მტკიცებულება არსებობს, რომელიც შეგვიძლია ერთად ვნახოთ. ამიტომაც გვაქვს ისეთი რამ, რასაც გამოძიებას ვუწოდებთ. ამ ვიდეო ჩანაწერების, მოწმეთა ჩვენებების, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების ამოსაღებად, ყველა იმ წვრილმანის შესაგროვებლად, რომელიც საშუალებას მოგცემს, აღვადგინოთ ნამდვილი სურათი და ვნახოთ ის, რაც რეალურად მოხდა. ამიტომაც ვატარებთ გამოძიებას, რათა ჭეშმარიტებას მივაგნოთ და თავი დავაღწიოთ სპეკულაციებს. როდესაც ვიღაც წყვეტს ხელი შეუშალოს კანონის აღსრულებას, ჩაერიოს მის საქმიანობაში და თან აქვს იარაღი, ეს ის არჩევანია, რომელიც იმ კონკრეტულმა ადამიანმა გააკეთა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მინეაპოლისში ეს ფედერალური სამსახურის თანამშრომლების მიერ მოქალაქის მკვლელობის მეორე შემთხვევაა. 7 იანვარს სამართალდამცავებმა ამერიკის მოქალაქე 27 წლის რენე გუდი მოკლეს, რომელიც თეთრი სახლის მტკიცებით საიმიგრაციო სამსახურის აგენტზე მანქანით შეჯახებას ცდილობდა. ფაქტომასშტაბიანი პროტესტის მონაწილეები, ისევე როგორც მინესოტას შტატის დემოკრატი მმართველები მიუთითებენ, რომ სამართალდამცავთა ქმედებები გასცდა საიმიგრაციო კანონმდებლობის ახსრულებას და მასობრივ ძალადობაში გადაიზრდა. მით უმეტეს, როდესაც ორივე მოკლული არა უცხო ქვეყნის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. პარალელურად თეთრ სახლში არაერთხელ გაიმეორეს, რომ მინეაპოლისში მართლწესრიგის დასამყარებლად მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტის ხელშია აჯანყების შესახებ ფედერალური კანონის გამოყენების უფლება, რომელიც დონალდ ტრამპს უფლებას მისცემს ჩაერიოს შტატის შიდა საქმეებში და გამოიყენოს ჯარი დემონსტრაციების შესაჩერებლად.